ეხლა მოვედით ციხესიმაგრეზე. ჩვენთან ერთად არის თემო. თემო, როგორ ახარ? თემოს ვეუბნები, რომ აჭარაში არის ესეთ ციხესიმაგრე 31-32 მეტრიანი გვირაბით. არ არისო შანსიო. ჩამოდით, ჩამოვიდა რუსთავიდან. ხო და წამოვიყვანე ახლა აქ. და მოვადექით ახლა გვირაბს. და შევიყვანო უნდა გვირაბში. აი მოვედით მე-11-მე-13 საუკუნით თარიღდება ყალივაკის ციხესიმაგრე მდებარეობს ქვედა ჩხუტუნეთში. აი გვირაბი 31-32 მეტრიანი. სიგანე შიგნით სადღაც 70-80 სანტიმეტრია და ეხლა შევალთ შიგნით. მზად ხარ? აქ მოდი, აქ. აჰა, მზად ხარ, ხო? მზად ხარ. წავედით. ოღონდ ფრთხილად უნდა იყო, თავი არ მიარტყა სადმე ძალიან ისა რა ქვია, ქვები. ხო და ვიწრო ჩასასვლელი, ეხლა ჩავთავ აქ ფანერს. აი, და წავედით ქვემოთ. იმედი აქვს ზომბი არ შეგვახტება. კი. ოღონდ ფრთხილად მიხვდი, აქ 2 წლის უკან რომელიღაც ქვაზე მივარტყითავი. მის მერე დავჭკვიანდი. აი, როგორ ჩასასვლელია. აი, ამას ქვია გვირაბი. ჩასასვლელი კი არ ჩასავარდნია. მოდი ხარ? აქა ვარ. ვახ. ოღონდ ფრთხილად კენი. ოღონდ რა ვიწრო რაღაცა ვარნება და. ჯერ სადახარ. არ გავიჭედოთ. შენ იცი აქ რა მოხდა? ერთი მე მგონი 3 წლის უკან. აქ მოსულან გუგლეთი ებრაელები თურმე. და შემოსულან აქ მათით. ხო და გაეჭედენ და ისა რა ქვია, აქაც ხო არ იჭერს ქსელი, დაუწყიათ ყვირილი. დაურეკიათ 9-1-ზე. თუ 112-ზე. ხო და სამაშველო მოსულა მოსაყვანად. აი, ნენელა ჩავდივართ, ჯერ არ ჩანს, აი, შუქი გამოჩნდა იქეთ, კი. ახი, რა გარია. თემო. როგორ ახარ? ხედავ რა სიცივია შეგნით? ოღონდ ფრთხილად კენი, თავზე არ დამეცე. არ ვიცი, მაგრამ ნენელა მოდივარ. ო, ჯერ ჩაეჭიდე კარგად და ისე გადადგი მერინა ბიჭი. აჰა, კარიც წამოვიდა. აი, გამოჩნდა შოქი. აუ რა პროიცოდეთ ხალხო. რა ვიწრო გვირაბია. და უხეში ჩასასვლელი. აი, ესეთი მალული გვირაბი კონდათ ამ ციხესიმაგრეში. საიდანაც ხალხ შეეძლო ჩუმად გაქცეულიყვნენ. მტრების შემოსევის დროს. აი, გამოვედით მეორე მხარეს. მოდი ხარ? ო, ფრთხილად მაგ ცოტა ისა, განაყოფთელი გზა მასეა. ო. აი. არა. აჰა. გამოვედით მეორე მხარეს. ეხლა
ჩვენ ცოტა ხანში დავაპირებთ ასვლას. ეგ ვიდეო თუ გამოვაქვეყნე, გამოდის რომ ამოვედით ცოცხლები. Აბა დროებით.